30-ზე მეტი პროფესიონალი და მოყვარული მოჭადრაკე შეიკრიბა ღია ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ზესტაფონის ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა უნდა გაერკვია. მუნიციპალური ასპარეზობის შედეგები იმავე დღეს გახდა ცნობილი. გამარჯვებული ელგუჯა გველესიანი გახდა, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი შესაბამისად საბა ალალიძემ და გიორგი წიწილაშვილმა დაიკავეს. საუკეთესო მოჭადრაკე ქალი მარიამ ხუსკივაძეა. ტურნირზე ასევე გამოვლინდნენ 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის საუკეთესო შედეგების მქონენი იოანე დალაქიშვილი და მათე მანაგაძე. საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. მრავალი მოჭადრაკე ესწრებოდა წინა წლებთან შედარებით, ესე იგი მატება არის მოჭადრაკეების. ჩართულები იყვნენ ყველა თაობის ესე იგი მოჭადრაკეები, პატარებიც, ყველა ასაკის, ესე იგი ტურნირი იყო, ღია ტურნირი, ხანდაზმულებიც იყო მათ შორის და შეეძლო ყველას მონაწილეობა, ოღონდ იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომ მოჭადრაკე უნდა ქონოდა მიღწევა, ნათამაშები უნდა ქონოდეს ზესტაფონის პიროვნებაზე, მახათაძის მემორიალს, ერთი სიტყვით, მხოლოდ გამოცდილ მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ტურნირი ძალიან საინტერესოდ გაიმართა, სახალისო იყო ყველასთვის და ამავდროულად სერიოზული ტურნირი იყო, იმიტომ რომ უნდა აღვნიშნო, რომ უძლიერესი ტურნირი არის აი ზესტაფონში ყველაზე ძლიერი მოჭადრაკეებს მოიცავდა. რაც შეეხება პრიზიორებს, პრიზიორები გამოვლინდნენ 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე, 14 წლამდეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე, საუკეთესო ქალი მოჭადრაკე დავაჯილდოვეთ და რა თქმა უნდა, პირველ, მეორე, მესამე ადგილები. აღნიშნულ ტურნირში მეც მივიღე მონაწილეობა და ვუსურვებ ყველა ზესტაფონელს, რომ შემდეგი წლისთვის მოემზადონ, რადგან ტურნირს აქვს მხარდაჭერა მერიიდან, არიან ძლიერი მოჭადრაკეები, კარგ გამოცდილებას მიიღებენ და ნამდვილად გამოადგებათ მათ ეს მომავალში. ეს არის ზესტაფონის ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა შვეიცარიული სისტემით. სულ მომიწია 7 ადამიანთან თამაში და აქედან ავიღე 5 ქულა. წინა ჩემპიონატზე მეორეზე ავიღე, თუმცა ამჯერად ახალი სახეები იყო და ერთ-ერთმა იყო პირველი მეორეზე. მე ავიღე მესამეზე გავედი ქულებით. მოწინააღმდეგეები საკმაოდ წინებთან შედარებით ძლიერები იყვნენ ახალი სახეების გამო და ცოტა გამიჭირდა, თუმცა მაინც გავედი მესამეზე.